თბილისი ერთ-დიდ სამშენებლო მოედნად იქცა. ახალი ცათამბჯენები ერთი მეორეს მიყოლებით შენდება. ცენტრალურ უბნებში თითქმის აღარ დარჩა თავისუფალი მიწის ნაკვეთი, სადაც მასშტაბური მშენებლობების დაწყებაა შესაძლებელი. ჩნდება კითხვა, ვინ ყიდულობს ამდენ ახალ ბინას. გასაგებია უცველებიც, მაგრამ რო დააკვირდები ხელა მასშტაბებია, რომ მეც მიყვირს ვერ ვხსნი, აი ვისთვის შენდება ამდენი კორპუსები არ ვიცი. შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ უძრავი ქონების ჭარბი მიწოდების ფონზე ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის გასაღების ბაზრად არაბული ქვეყნები იქცა. Maria Mustakirova Murabiha, Faina Georgia ეს ორი მსხვილი ქართული სამშენებლო კომპანიის არქის და ნექსდორის რეკლამებია არაბულ ენაზე. არქის საამიროების მოქალაქეებს ბინების შეძენას ახალ კინგთამარის კომპლექსში სთავაზობს. ساعدوني أن أقدم لكم شركة أرجي الشركة الرائدة في مجال التطوير العقاري في جورجيا. საცხოვრებელი კომპლექსი კინგთამარი ცირკის მოპირდაპირე ფერდზე შენდება. ეს ტერიტორია ახლაც ქართული ოცნების დეპუტატის გოჩა ენუქიძის საკუთრებაა. ენუქიძემ სახელმწიფოსგან მიწა მას შემდეგ შეიძინა, რაც 2014 წელს ნაციონალური მოძრაობიდან ქართული ოცნების რიგებში გადავიდა. აქ ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა, თუმცა კომპანიამ ბინების გაყიდვა უკვე დაიწყო და კვადრატული მეტრი ფართის ღირებულება 6000 ლარიდან იწყება. იცის მშენებლობის ამბავი მაინტერესებს. დაიწყო უკვე საძირკვლის ჩაყრა ეს კინგთამარი რო უნდა შენდეს. არ ვიცი არაფერი. არის ვინმე თუ იცით? შიგნით? არ ვიცი, ნახე. ან მუშები ან ვინმე შეგიმჩნევიათ? 3526 კვადრატული მეტრი ტერიტორია საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატის გოჩა ენუქიძის კომპანიის იბერ კომპანიის საკუთრებაა. დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მიწა სახელმწიფო პარტიის წევრმა სახელმწიფოსგან 800,000 ლარად იყიდა, ანუ კვადრატული მეტრი 226 ლარად. სახელმწიფოსგან დეპუტატის მიერ ნაყიდ მიწაზე მდიდრულ კომპლექსს ქართული ოცნების ყოფილი წევრის ილია წულაიას სამშენებლო კომპანია აშენებს. მდიდრულ აპარტამენტებს გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს თავაზობენ. ჩვენ დავინტერესდით, ქართული ბიზნესი ცდილობს თუ არა უძრავი ქონებით, მაგალითად ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები დააინტერესოს, თუ მათი არჩევანი მხოლოდ რუსეთი და არაბული ქვეყნებია. არაბულ ენოვანი რეკლამები როდიდან დაიწყეთ? ბატონო, მეც მუშაობ, მაინტერესებს არაბულ. არ გიშლეთ ბატონო, კითხვას გისვამთ. ნებართვა უნდა იყოს. ნახეთ, საულაპარაკობთ, ნახეთ, ერთი წუთით ბატონო. საუბრობთ? რატო ჩხუბობთ? მე გესაუბრებით. კარგი, ჩხუბობთ, ნახეთ. შივარი მყოფება სამსახურში. გასაყიდი ბინების შესახებ თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ ალექსიძეზე? ამ შემთხვევაში მენეჯერთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია. მენეჯერი სად არის? ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის სამშენებლო კომპანიამ სატელევიზიო კომენტარზე უარი გითხრა. წერილობით კი გვიპასუხა, რომ მათი მომხმარებლების 15% უცხოელია. არაბულენოვანი სეგმენტის წილი კი გაყიდვებში ჯერ მხოლოდ 1%-ია. რეკლამაც არაბულ ენაზე, ამიტომ ჩაიწერა. ჭარბობენ უცხოელები. ეს მუსულმანები რა. არაბული ქვეყნებიც ხო, უფრო მეტი ეგენი შეიმჩნევია. ვერ გაიგებ რა, ხშირად მოდიან, ირანელებიც ცხოვრობენ, ინდუელებიც ცხოვრობენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქის მასშტაბით მასეა და განსაკუთრებით დიდ დიღომში. რატო ასე? ვერ გეტყვით, არ ვიცი. რა ხიბლი აქვს დიდ დიღომს ასეთ? შეიძლება ფასიდან გამომდინარე. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს თბილისის საცხოვრებელ უბნებში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების პიკი დაფიქსირდა. მხოლოდ ბოლო 9 თვეში ზრდა 16.4%-ია. გაყიდულია აშენებული კორპუსების 87%. გაიზარდა ბინის ფასი და გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,5 მილიარდს გადააჭარბა. აშენებული ბინების 26% უცხო ქვეყნის მოქალაქე მიყიდა. რა მიზნით ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში და ვინ დაიდო ბინა ძვირად ღირებულ საცხოვრებელ კომპლექსებში?
ვეფხისტყაოსნის ქუჩა ნომერი 6 მაცხოვრებლები აშრაფ რააფათ ელისაიდ ჰაგაგი აბდალ ჰამიდ სალეჰ ალი ალ ჰამიდი აი ამ მონაწერის მიხედვით ამ კორპუსებში უმეტესწილად არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩვენ რამდენიმე ახლა დაშენებული კორპუსის ბინის ფლობელთა რეესტრი გადავამოწმეთ. აღმოვაჩინეთ, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ გარეუბნებში არის კორპუსები, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ირანის მოქალაქეები ბინების 30%-ს ფლობენ. ძალიან ბევრი არის, ძალიან ბევრი. 30 პატრონია ვიცი. მე მგონი, ხო კიდეც ჩატში დაწერა, რომ მე-13 ვართო, თან ისე ამაყად თქვა. შელაპარაკება მოხდა ქართველებსა და არაბებს შორის და ჭვიადან იყავითო რა, მე-13 ვართოა. ბინადრობის მოწვევებით ცხოვრობენ ის არაბები. საჯარო რეესტრის მონაცემებით ნოდარ ბოხუას ქუჩის 3 ნომერში კომპანია House Development-ის მიერ ამ ახლა დაშენებული კორპუსის 110 ბინიდან 35 საცხოვრებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკუთვნის. ვეფხისტყაოსნის ქუჩის 6 ნომერში მხოლოდ ერთ კორპუსში 40-ზე მეტი. გივიჟვანიას ქუჩის 23 ნომერში მდებარეობს ამ ახლა დაშენებულ კორპუსშიც იგივე სურათია. ნახევარი ეს იგი არაბების ნაგებია ეს კორპუსი. ესე გამოდის. რომ გამოვდივარ სახლიდან, თითქმის ნახევარი კორპუსი არაბია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვხვდება სადარბაზოშიც, ეზოშიც, ლიფტშიც და ასე შემდეგ. ამ კორპუსში პირადად და იქ New Vision-ია კიდე სამედიცინო უნივერსიტეტი და ისინი ისწავლობენ. არაბები. ინდოები არაბები და ასე შემდეგ. ამ ბოხუას ქუჩაზე ძალიან ბევრი არის. მართლა და დიღობში. საქართველოში $150,000 ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში უძრავი ქონების მფლობელი ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას იღებს. ხანგრძლივი ბინადრობის უფლების მქონე პირებს კი შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოს განაცხადით მიმართონ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ჩვენ ვიკითხეთ, არის თუ არა უძრავი ქონების საქართველოში შეძენის რეალური მოტივი აქ ბინადრობის უფლების მიღება. How many time lives here? I'm living here for 1 year. By the way, he's recording me though. Where are you from? Don't record the house. I'm telling him, I think like... Okay, respect the fucking thing. Okay. ეკონომისტები გვიყვებიან, რომ სამშენებლო უხშემოსავლიანი ბიზნესის ყველა მთავარი მოთამაშე ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირია. მათთვის მთავარია დიდი შემოსავლის მიღება და არა ინტერესი, ქართული უძრავი ქონების ბაზარი საინტერესო ევროკავშირის მოქალაქეებისთვის გახადონ. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა არის ერთ დონეზე, კარგ ვარიანტში, უფრო მცირდება. ხოლო ძალიან გაიზარდა მიწოდება. ანუ ძალიან ბევრმა მსხვილმა მოთამაშემ დღეს დაიწყო მსხვილი პროექტი, ჩადო ამაში დიდი ინვესტიცია. ხშირ შემთხვევაში აქ საუბარი არის პოლიტიკურად დაკავშირებულ ადამიანებზე, იმისთვის რომ ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს, მას სჭირდება გარე ბაზარზე ოპერირება. ეს ერთი მოცემულობა. ეხლა მეორე ქართული ოცნების რეალობა. თავარი გამოწვევა დღეს რაცა ქართულ ოცნებას ეს არის ეს კაპიტალის წყურვილს დავარქმევდი რა. საქართველოში აღარ შემოდის დასავლური კაპიტალი და როგორმე უნდა მოხდეს დაბალანსება, ან ჩანაცვლება ამ დასავლური კაპიტალის სხვა ტიპის კაპიტალით. ფაქტიურად რაღაცა სქემასავით არის, რომელშიც უძრავი ქონების შეძენა არის რაღაცა ფორმით, როგორ თქვა რა, ელემენტი ამ სქემის. პირობითად ფული თეთრდება, მერე ამ ფულის გათეთრების შემოტანის შემდეგ ხდება უძრავი ქონების შეძენა და ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს ჰქონდეს შავი ფული, ამას აქ ცნობა, რომ ის ფლობს პირობითად დიღომში რაღაცა 2-4-8 ოთახიან უძრავ ქონებას. ეკონომისტებისთვის, რომლებიც სამშენებლო ბიზნესსაც კარგად იცნობენ და ქვეყანაში ფულის შემოტანის პროცესსაც აკვირდებიან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ქართული უძრავი ქონებით დიდი დაინტერესება შავი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ
კითხვის ნიშნებს აჩენს. გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ საეჭვო ფულის შემოტანის მსურველთათვის ქვეყანაში ახლა მიმზიდველი გარემო არ ადგან. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა იციან, რომ არსებობს გარანტიები სახელმწიფო დონეზე, რომ თუ საქართველოში კაპიტალს დააბანდებენ, ფულის წარმომავლობას არავინ იკითხავს. აქ უბრალოდ ცოტა ნაკლები მგონია იყოს ადამიანების რაოდენობა პირობითად ახლო აღმოსავლეთიდან საცხოვრებლად ფიქრობდეს უძრავი ქონების შეძენას, რადგანაც ასეთი წილი შედარებით ნაკლებია და ასეთ ადამიანების შემთხვევაში უფრო ვარაუდობ, რომ აქაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ცდელობას ასე ვთქვათ, ჭყალებში შავი ფულის საქართველოში დეპონირებით, ოღონდ დეპონირებით არა პირობითად საბანკო სფეროში, სადაც პირობითად ფულის გათეთრების წესები ბევრად უფრო მკაცრია, არამედ დეპონირება უძრავ ქონებაში და ეჭვი მაქვს ეს არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივიც, იმისთვის რომ ამ ქვეყანაში კაპიტალი შემოვიდეს, ყველაზე მარტივი ამავდროულად და ყველაზე მიმზიდველი შეიძლება არხი იყოს უძრავი ქონები. რატომ ეხა მიმზიდველი? იმიტომ რომ ამ მიმზიდველობას ძენს ასე ვთქვათ, სახელმწიფო გარანტიები, რომ არავინ არ მოიკითხავს, ასე ვთქვათ, ამ კაპიტალის წარმომავლობას და ამავდროულად გლობალურად თუ ჩამოყალიბდა ესეთი მითი, რომ საქართველოში თავისუფლად შეიძლება რაღაც დონეზე ფულის გათეთრება, ეს არის, ასე ვთქვათ, სამარკო ნიშანი, რითაც შეიძლება პირდაპირ თუ ირიბად ქართულმა ოცნებამ შეძლოს ამ ქვეყანაში კაპიტალის მოზიდვა. თუ თბილისში ბოლო 9 თვის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების 25% გაიყიდა, სამჯერ მეტია ბათუმში გაყიდული ქონების მაჩვენებელი. კომპანია გალთ თაკარტის მონაცემების მიხედვით, გაყიდული უძრავი ქონების 77% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გადაფორმდა. مدير المبيعات في شركة نيكست. კომპანია Next Group-ი არაბული ქვეყნების მოქალაქეებს უძრავ ქონებას ხუთვარსკვლავიან რეზიდენციაში შავი ზღვის სანაპიროზე სთავაზობს. Windham Residences მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის ყიდვა მხოლოდ დიდი შემოსავლის მქონე ადამიანებს შეუძლიათ. კვადრატული მეტრი ბინის ფასი 8000 ლარიდან იწყება, ამიტომ, როგორც ჩანს, კომპანიამ არაბი მსურველების მოძიება გადაწყვიტა. Next აპარტამენტი მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექსებს აშენებს ბათუმში, გონიოში, ჩაქვში. საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, ძვირადღირებული ქონების მეპატრონეები ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან. აი ამ მონაწერის საჯარო რეესტრიდან, სადაც პირადი ნომრებით რთული მისახვედრი არაა, რომ ფლობელთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. რეკლამები და გაყიდვები არაბულ ენაზე და მყიდველები, რომლებიც 80% რუსები არიან თქვენს მიერ აშენებულ ბინებში. ბაზარი მაინტერესებს, მოთხოვნა მიწოდების ამბავს გეკითხებით, ქალბატონო, ამ ბაზარზე როგორ გახვედით? ეკონომისტები კი ამბობენ, რომ უცხოური ფულის უძრავ ქონებაში დაბანდება ფინანსური სქემის ნაწილია, რომელიც სამივე მხარეს, მშენებელს, ფულის შემომტანს და საქართველოს ხელისუფლებას აწყობს. სქემა ასე მუშაობს. მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო ქართულ ოცნებას ახლა ინვესტიციები სჭირდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფული აღარ შემოდის. ახლო აღმოსავლეთიდან და რუსეთიდან შემოტანილი დიდი ფულის წარმომავლობა კი ყურადღებას მიიქცევს, ამიტომ ქართულ ეკონომიკაში ფულის აკუმულირებას ხელისუფლება მცირე ზომის ძვირადღირებული უძრავი ქონების რეალიზებით ცდილობს. მუდამ გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამას უნდა შევსება. ეს ივსება კაპიტალური ანგარიშით. ანუ თანხებით, რომელიც შემოდის აქ ძელვადიანი სესხებისა და კაპიტალური დაბანდებების სახით წილებში კომპანიების და ასეთი თანხები ძალიან ისტორიულ მინიმუმზე ახლა წაექნა ძალიან დიდი განსხვავება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის და ცდილობენ აი ამ მოსახლეობის სიდუხჭირის და ცუდი განწყობის გამო, ანუ მომავლის იმედის უქონლობის გამო ცდილობენ რომ როგორღაც რამე ფული მოიზიდონ, არანაირ გზას არ ერიდებიან და რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში თუ ფულს სუნი არ ასდის, მაშინ წავლენ და ნებისმიერ მყიდვას მიყიდიან და მომავლის რისკებზე არ იდარდებენ. დიდი ხანია ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ოცნებისთვის ფულს სუნი არ აქვს.
გალთ თაგარეთის მონაცემებით უძრავი ქონების ფასი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წლის მონაცემების მიხედვით 3%-იანი წილი რუსეთის მოქალაქეებზე, 11% ისრაელის, 12%-იანი წილი კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.